ყოველთვის მოგესალმებით და მინი გაკვეთილებით. გაზიფიცირება გვაქვს დღეს და როცა ექვემდებარება ყველაფერი ნორმებს, ამას მე ყოველთვის ვემხრობი და არ ვიქნები წინააღმდეგ. აი იქა ეწოდებული აი შემიძლია გავათიდო. აი ვაკვირდებით ხო? გუშინ გახურციელა იქიდან შემოყვანა. აქ არის შემოსული ეწოდებული პენდე, პოლიეთილენის მილი, რომელიც დაშვებული არის მაგისტრალებში. შედუღება ეგრეთწოდებული ხო ფიქციური შედუღება არა ეს ნამდვილად პრინციპში პოლიეთილენის შედუღებაზე დაშვება არის თუნდაც მიწის ქვეშ ვინაიდან არავითარი კოროზია არ ხდება და პოლიეთილენი გვაძლევს იმის საშუალებას რომ გადავიდეთ თორმას ეგრეთწოდებული მყარ მასალზე სპეციალური ეგრეთწოდებული სპეის გადამყვანი რომელთაც უკვე ამოდივართ ეგრეთწოდებული მყარი მილით გილზით რომელიც ეს უკვე დაიმარხება მიწაში და შევდივართ შიგნით ხო შეგეთ მიმართულებებში ხა რაც არის აუცილებელი რაც უნდა გავითვალისწინოთ უკვე ეს არის დირექტივით გაკეთებული, ხო? და კარგია, როცა საჯარო დირექტივებს ვიძლევით და ჩვენს გვიჯერებენ, ხო? აი ეს ეგრეთწოდებული გამანაწილებელი კოლექტორი, მოცულობითი, თქვენ შემთხვევაში, რავიდან, თუნდაც გიდროგამანაწილებელი ეს არის ეგრეთწოდებული მოცულობითი, ხო? მოცულობითი კოლექტორი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ორი აგრეგატი მოამარაგოთ, ამასობაში აქ კიდე მესამე, ხო? სამზარეულოში. მაგრამ ხო, რა ვიცი, რეკომენდაციას არ გავძლევდი, მე აი ზუსტად გაზიფიცირებაზე ძალიან ბევრი ქონა, ხო, დადებული სატექნიკურ ეგრეთწოდებული ხრახნების გადამის სტატუსით მიმართულებელი, ხო, აი, თუნდაც გუშინ წინ დავდე და აი ძალიან ბევრი მიმართულება, ხო, და ამასობაში სადრას გამოვიყენებ, ხო? ეს არა იმას დამოკიდებული ვირას პრინციპში სად გადაწყვეტს, არავითარ შემთხვევაში მაგიტომაც ამოგონილი ეგრეთწოდებული, აი სპეციფიკური ეგრეთწოდებული პრაპიტკით, ხო, ვინაიდან არის შემცველობაში, რომელიც მუშაობს გაზიფიცირებაზე. ეს ეგრეთწოდებული პასტაა, ამიტომ ჩვენ როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაში ვიყენებთ ძენს. აი ძენძი ესაა ხო პაქს რო უძახით არა პატივცემულებო ეს არის ძენძი ქართულ ენაზე ვილაპარაკოთ აგერ პატივცემულებო ძენძი ეს არის ძენძი პლუს პასტა გაზიფიცირებაში სპეციფიკური პასტა ეგრეთწოდებული პრაპიტკით და ამასობაში არის უნივერსალური წარმოიდგინეთ ძენძი არის კიდე თეთრი ფერის ამიტომ ეს ამოგონილი ეგრეთწოდებული ფიქსი კი ბატონო თეთრი ფერის პასტა ვარ ჩანდეს არის ეგრეთწოდებული ნანო ხო aquaflex ეს არის უნივერსალური და ესეც არის უნივერსალური პასტა, რასაც ჩვენ ვიყენებთ. ამ შემთხვევაში აქაც იყო ესე განხორციელებული, ხო, ვინაიდან ეს ეგრეთწოდებული ფთოროპლასტი, ხო, პაკს რო უძახით უმეტესობა, ეს არ არის პაკლე, კიდევ ჯერ ვიზახი მე, ამას არ ქვია პაკლე. ეს არის ეგრეთწოდებული ფუმი, მისი დასახელება არის ფუმი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ფთოროპლასტის ეგრეთწოდებული, აი ზუსტად ეს ლენტა, მეტი არაფერი. და ამ შემთხვევაში როცა არის შედუღება და რკინა შემცველობა, მაგიტომაც არის ეგრეთწოდებული, ხო, ეგრეთწოდებული პრაპიტკა, გასავალ შემოსულში, მაგრამ ეს ასე არის, კი ბატონო, შემცველობით ყვითელი ფერისაა, თქვენ წარმოიდგინეთ, ამიტომ ძენძი, ეს არაა თქვენ წარმოდგენილი, ვამუშავებთ ხალხს, ეგრეთწოდებული, ხო, ღაზები, აზიჭკები, ჩვენ ენაზე პრინციპში ამას ქვია, აუცილებლად უნდა დავატანოთ, შემდეგ ხო, რაც გვჭირდება ამის, ხო, ეს მინიატიური პრინციპში ეგრეში, აუცილებლად ვინტილის, ხო, გასაზღვრა აი წეგანას ხო სტატუსი თითქოს არის ის მიმართულება რომ სადაც არის გადამა არის განხორციელებული იმ ხეთ უნდა იყოს ფუძეზე მაგრამ არ დავეთანხმები ამას ვინაიდან ამ შემთხვევაში აი ეს მთავარი რაცაა ხო დარჩენილი იმაში ხო აი ზუსტად იქ მდებარეობს ეგრეთწოდებული შიგთავში ეგრეთწოდებული შავი ამ შემთხვევაში როცა ხო ფუძე არის აი ეს მხარე ხო რომელიც არის შემომსვლელი ხო აი ესე როცა უკვე პრინციპში გადაიჭირება ეს და ამ შემთხვევაში ეს პასტას ეს ეგრეთწოდებული პრაპიტკა იმითომაა კარგი რომ რამდენი ხანიც არ უნდა გავაშვებთ აშლება ხო სანამ ჩვენ არ გავახორციელებთ დაკეტვას ფორების დაკეტვას ეგრეთწოდებული ჟანგბადის მიწოდება უკვე წყდება და მე ეწყებს ის უკვე ხო თავის იმ ფუნქციონალს დანიშნულებას რასაც ქვია გერმეტულად და ამასობაში გაზიფიცირებაში მით უმეტეს გასაკუთრებულად უნდა ქონდეს გერმეტიზაცია მაგიტომაც აი კიდე ამას დავუბრუნდით აი ეს ფუძე რომს რაღაცა დაშავდეს და აი ეს ნაწილი მოძრეს ვინაიდან აი ხდება ზუსტად ეგრეთწოდებული ქართული გალგამა ეგრეთწოდებული შიგთავსი ეგრეთწოდებული შარი ჩვენ ენაზე რჩება აქეთა მხარეს რაც ჩვენიერია ვინაიდან აქედან არ განხორციელდეს გაჟონვა კიდე აქ ვიმედოვნებ რომ რა ვიცი საომაროდ აღმოჩნდება ხო დეტექტორი უსაფრთხოება რა ვიცი ხო მით უმეტეს როცა არის სასწავლო კომპლექსები და არა აქ ამას მნიშვნელობა თუნდაც სასწავლებელი პარტი და მით უმეტეს ორი აგრეგატი საქობი განსაკუთრებულია კაია მაგრამ ამასობაში უნდა იყოს ეგრეთწოდებული დამცავი რასაც ქვია დეტექტორი პლუს ავტომატიური კლაპნები ამ შესაბამისობაში ეს უნკანები უკვე არავითარ წარმოდგენას არ წარმოადგენს ვინაიდან ამის შემდეგ რომ დავამონტაჟოთ ეს ფიქცია იქნება ვინაიდან აქ რომ მოხდეს გაჟონვა ის კი დაინახავს დეტექტორი მაგრამ თავარ ეგრეთწოდებულ კლაპანს არ ჩაკეტავს ამიტომ ამ შემთხვევაში აქაც არ უნდა ის უნდა იყოს იქით და იქიდან ჩაყოლებული გაზიფიცირებაში ეს ნორმაც რა ვიცი ბაკურიანში ეს ნორმები არ არსებობს თუ რა ხდება ხო თუ ამაზე თვალები იხუჭება ამიტომ იქიდან ეგრეთწოდებული უკვე 2.5 ხო კვეთის მილიმეტრის კი ბატონო კვეთის კაბელი იქ მთავარი კლაპანი უნდა დაკეტდეს და რაც არ მოხდეს აი აქეთა მხარეს გაჟონვა მთავარი კლაპანი დაიკეტება იქით
ვინაიდან იმან არის ხო ან შუნტირებით ეგრეთ წოდებული შუნტირება ქვია ერთი კლაპანი იქნება დეტექტორი უფრო სწორად გაჟონვის და ერთი იქში სამზარეულოში მოხდა იქ გაჟონვა დაიკეტა მოხდა აქ გაჟონვა დაიკეტა ამ შემთხვევაში ორი გვაქვს ხო ორი ალბათობა იმისა რომ მოხდეს გაჟონვა ამ შესაბამისობაში როცა გვაქვს ორი ესე იგი 1+1 ხო 1+1 ამ შესაბამისობაში ხო ხა წარმოიდგინეთ მოხდა ერთში გაჟონვა ამიტომ უნდა დაიკეტოს რომელი ხო ესა აუცილებელი ამიტომ ის კლაპანი ამ შემთხვევაში ერთი კლაპანი უნდა აყენოს ორი კლაპანი დარჯობია ამ შემთხვევაში რომ სანამ ეს საშუალება გეძლევათ და არის ეს საშუალება კიდე შემიძლია კიდე ვაჩვენო ხო პატივსემურო დამკვეთო აი ეგ ჩავაყოლო კაბელი და იქ დააყენო თავარი კლაპანი რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას ვაქ რომ გახორციელდეს ეს მეთქმა დაიფაროს გაჟონვა ესენი კი ბატონო მომსახურე პერსონაჟები იქნება მაგრამ თავარი დეტექტორი ის დაკეტავს იმ თავარ კლაპანს კი ბატონო რაც მშვენიერი არის აღმოირქვა პრობლემა მივედით და თავარი კლაპანი იქ გავხსენით არა აუცილებელი ხო აქ 1+1 რატო არა აუცილებელი მაგრამ 1+1 კლაპანი და პლუს კიდე ერთი კლაპანი იქ უნდა დავაყენოთ ამასობაში შუნტირებით აქაც რო დაყენეს იქ რო გაჟონოს რომელი უნდა დაიკეტოს ხო რა იცი ხა იმა ამიტომ ერთი კლაპანი თავარ მაგისტრალზე თავარ ფუძეზე იქ აი ასეთ მიმართულებაც იქნება ხოლმე და ჩვენ გაგვეთილებით თუ იმეს რა ვიცი მეგონი არავის არ ავნებზოთ თუ სწავლაგინა ჩვენც არ პროფესორად მაგრამ ჩვენ მიმართულებები ასეთი არის კიდე ჯერ ვიძახი რომ გაზიფიცირებაზე ვიყენებთ ძენს ეგრეთ წოდებულ სპეციალურ პარაპეტკით პასტას ამ შემთხვევაში არის ძაფის მაგრამ რაღაცა ძაფს ჩემი მიმართულებით ვერ ვენდობიცავით ხო ამასობაში რატომ არის მე იმას არ ვიძახი რომ გამოყენება დაუშვებელია ვინაიდან არის მოგონებული ეს ეგრეთ წოდებული ძაფის ეგრეთ წოდებული პარაპეტკით მაგრამ პასტა პლუს ძენძი ეს 100%-იანი გარანტირებული გადამა ჩვენი რეკომენდაციით ასე იქნებოდა აი ამბავი კეთილი და პატიოსანი როგორც ყოველთვის ნუ ამას ყველაფერს კიდევ ვიხერავთ წინ